აქ შემოსვლის უფლება თქვენ. ეს კერძოდ არც ერთი მთავრობის არა. და არჩენი უფრო. არა ეს კერძოდ. ეს არის კერძო ტერიტორია, დირექტორის ყავს, ექიმის ყავს, მეჩეთი. ყველა ყავს. არ გჭირდება აქანე შემოსვლა. დღეს კურსორის გადამღები ჯგუფის გამოჩენას ბაზარში თევზის რეალიზატორების მხრიდან აგრესია მოყვა. ისინი ჩვენს მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა, ფლობენ თუ არა ინფორმაციას, რომ მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით თევზისა და თევზ პროდუქტების რეალიზაციაზე სანიტარული კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. მოვაჭრეები თვლიან, რომ ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია და მათ დამატებითი კონტროლი არ სჭირდებათ. მოწმდება და რო არ მოწმდებოდეს კიდო ვიცით რა ნერთევს ღებულობ ახლა მე არ გადევიხდი 300 ლარს თევში იმიტომ ვიხდი რომ 1-10 მაინ და 15 მანეთი გავაკეთე და შემოწმება კანი თქვენი არ გჭირდება არ გინდა ჩვენ ვინმეს კარნახი ჩვენ თვითონ ვიცით რომ ახალი თევზი გავყიდოთ უნდა ამ ბაზარში და ხალხს არ უნდა მივცეთ სული რა თევზი არაფერი არ ყოველდღიურად შემოდის ახალი თევზი ჩვეულებრივად საღამოს არ რჩება 1 კილოც არ რჩება რა ვიცი ჩვენ დღემდე უკვე და მე მორჩა ყოველდღიურად მოწმდება და საპირისპიროს აცხადებენ აგრარულ ბაზარში. იქ დარწმუნებით ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული თევზის ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება არ ხდება და ამ მოთხოვნით რეალიზატორებს მათთვის არც ერთხელ არ მიუმართავთ. თავად აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზის სარეალიზაციო სექციის გახსნას კი უახლოეს პერიოდში გეგმავს. ამ ეტაპზე ჩემთვის რამდენადაც ცნობილი არის თევზის ლაბორატორიული შემოწმების რაიმე დოკუმენტი მათ ნამდვილად არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ფაქტიურად ბაზარი ჩვენთან არის, ლაბორატორიაც ჩვენ გვაქვს და ჩვენთვის ამ წერილობითი თხოვნით არავის არ მოუმართავს. ჩვენ ისე ვფიქრობთ, რომ თანამედროვე სტანდარტებით გავაკეთოთ სათევზე, უკვე ამაზე მუშაობას დაწყებულია. რამდენი ვერ იხდის სამლარს. ხო და ეხლა აკეთებენ იმას, რომ იმისთან ადგილს აკეთებენ. მოიტყუებენ იმით ხო და ყველაფერი გეკნებათო და იმას კი ვერ უკვირდებიან რომ იმას ვერ გადაიხდის აქ არ ვერ იხდიან კანე განგაზე რო აწერენ ხელს და 30 წლის თევზი რო შემოდის გაყინული თევზი ახლა მისი ბიზნესი უნდა გეიმკაცროს და იგი უნდა აქანე აკრძალოს მაგრამ არა ასე მისი ჩაულობს რაღაცა პურის ფულს ხალხი და დააყენენ აქანე ნორმალურად უნდებიან დადგო როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც სრული სასურსათო ჯაჭვის კონტროლს მოიცავს პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალი მექანიზმი ევროკავშირის მოთხოვნით ამოქმედდება და მომხმარებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ნებისმიერ შემთხვევაში უпростоრად ეს იქნება საქართველოს წარმოებული თევზ პროდუქტები, თუ ეს იქნება იმპორტირებული თევზ პროდუქტები, მას აქვს დადგენილი შესაბამისი პირობები და ამ პირობების დაცვით უნდა მოხდეს მომხმარებლის მისი მიწოდება. ყველა იმ შემთხვევაში თუ სურსათი არ ინახება და მისი რეალიზაცია არ ხდება შესაბამისი პირობების დაცვით, ის უკვე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ასეთ შემთხვევაში ეს ბიზნეს ოპერატორი, რომელიც აწარმოებს ან რეალიზაციას უკეთებს ამ პროდუქციას, ჩარგმდება 1000 ლარით და საწარმო პროცესი ჩერდება. ასევე ესეთ პროდუქცია ექვემდებარება განადგურებას. გარდა იმისა, თუ რამდენად ჯანსაღია დაღზე გამოტანილი პროდუქცია, მნიშვნელოვანია თუ რა სანიტარულ პირობებში ხდება მისი რეალიზაცია. არასახარბიელოა ის ფაქტი, რომ ეგრეთ წოდებული თევზის ბაზრობის გვერდით საზოგადოებრივი საპირფარეშო ფუნქციონირებს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, თუმცა ეს მათთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი გზაა და სხვა გამოსავალი არა აქვთ. რაცხაც მუშაობ, ჩემი საქმეა მაგი. არა აქვს პურის ფული ხალხს. ეს კანონია რა საჩქარო კანონი მაშინ კანონი საჩქარო ხალხ გაუკეთო რამე ხალხ დაეხმარო ხალხ რამდენია ფოჩი სახელმწიფოები სპეციალისტების განმარტებით თევზის შენახვისთვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო. ახალი თევზი გაცივებულ მდგომარეობაში არაუმეტეს 0 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. შენახვის ხანგრძლივობა კი 12-16 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთი თევზი 24 საათის შემდეგ სარეალიზაციოდ უვარგისია. რაც შეეხება გაყინულ თევზს, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მაცივრის ტემპერატურული რეჟიმი, რომ ჩართვა-გამორთვა სისტემატიურად არ ხდებოდეს.